თუმცა რუსთავიორზე ფეხბურთის სიებცხელებასთან ერთად მუსიკალური სიახლეებიც გვაქვს. ნამდვილად. გუშინ ჩვენმა მაყურებელმა საქართველოს ხმის დასკვნითი ეტაპი იხილა და გამოვლინდა ჟიურის 16 რჩეული, რომლებიც პირდაპირ დუეტების დუელში მოხვდნენ. 8 წყვილი ახლა იბრძოლებს ლაივ ეტაპზე გადასასვლელად, შემდეგ კვირაში კი ჩვენ უკვე გვეცოდინება იმ 8 ადამიანის ვინაობა, რომელიც ეცდება, რომ მოიპოვოს ყველაზე დიდი ტიტული და გახდეს საქართველოს ხმა. გუშინდელი დღე მნიშვნელოვანი იყო რეზი დიდებაშვილისთვის, მან შეძლო და პროექტის დასკვნით ეტაპზე მოიპოვა რუსა მორჩილაძის ოქროს ღილაკი. დღეს რუსა მორჩილაძე და რეზი ჩვენი სტუმრები არიან, მოგესალმებით, მადლობა მონაწილეობისათვის. პირველ რიგში ალბათ აუცილებლად რეზისთან უნდა დავიწყო რუსა, იმიტომ რომ საინტერესოა შენი ემოციები ყველა მონაწილეს პროექტის, რომელიც ჩვენთან მოდის, პირველ რიგში ამას ვეკითხებით ხოლმე, როგორი იყო შენი ემოცია, თუმცა ოქროს ღილაკი ალბათ კიდევ უფრო განსაკუთრებულ ემოციას უკავშირდება. როგორი იყო მოლოდინი, ელოდი ოქროს ღილაკს და მით უმეტეს რუსასგან ელოდი თუ არა და რა იყო შემდეგ უკვე ემოცია? ნამდვილად არ ველოდი, მით უმეტეს რუსასგან, რომელიც არის საქართველოში გულწრფელად ვამბობ ნომერ პირველი მუსიკოსი, შემიძლია თქვა. უბედნიერესი ვარ და ძალიან დიდი პასუხისგებლობა დამეკისრა ამით. ემოციებს რაც შეეხება სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, იმდენად მაგარი ემოციები იყო, ისეთი გულწრფელი ემოციები, ალბათ შეამჩნევდით კიდევაც ტელეეკრანებთან, ნამდვილად აი უბედნიერესი ვიყავი და სიტყვებით, ანუ სადღაც არ ელოდი იქ? აი გულის სიღრმეში ველოდი, მაგრამ ანუ ესე რომ დაარტყავდა ოქროს ღილაკს და ესე ნამდვილად არა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კონკურსანტები არიან საქართველოს ხმაში და ძალიან მაგარი ნაკადია ზოგადად. თან ერთადერთი რუსა იყო დარჩენილი, ვისაც ოქროს ღილაკი გამოყენებული არ ქონდა და შესაბამისად ყველაზე ნაკლები შანსი იყო ალბათ იმის რომ დაეჭირა სხვათა შორის ჩემო რეზი ეს ადამიანი როგორც შენ დაახასიათე, მე მადლობას გეუბნები და გიერთდები და მე შეგეტყვით ერთ რამეს რომ ამ არხზე ძალიან ბევრი წლის წინათ მე და თიკა პაცაციას მივყავდა ესეთი პროექტი მიმღერე რამე, სადაც მაშინ იყო რუსას ტური და სწორედ აი იქ გავიცანი მე პირადად ეს ადამიანი და მაგის შემდეგ უდიდესი სიყვარული მაკავშირებს და ჩემი ოჯახის ნათესავია და ჩემი უძვირფასესი ადამიანია და მე ვარ ძალიან ბედნიერი რომ დღეს ხარ. გულწრფელად ვამბობ რომ ქალბატონი რუსას ყველა სიმღერა არის ჰიტი და ყველამ ყველაფერი იცის. კი ბატონო, ხა მეც სიამოვნებით ვუსმენ მას და რუსა. ეხლა თქვენი მე არ შემიძლია ჩემი ნათლული ალექსანდრე არ მოვიკითხო. უი, ასეთი ამბავი. ჩემი არბი საყვარელი და ჩემი ლამაზი მარიამ, ულამაზესი. რამხელა კავშირი ხდება და როგორ ესე შემთხვევით გასკდა ეს ამბავი, მთლად ნათელმირონები ყოფილიყარ. კი ბატონო და რუსა, ეხლა მე თქვენი კომპეტენტური აზრი მაინტერესებს. სანამ გადავალთ კონკრეტულად რეზიზე, აი ზოგადად გითხარით, აი წლევანდელი ტური. ეს საქართველოს ხმის. თქვენ როგორ შეაფასებთ? აი როგორია, რა არის ახლა განსაკუთრებული სეზონია მე მგონი. რითია გამორჩეული ასე ფიქრობთ. მიხარია ძალიან ჩქარჩქარა მომზადდა ეს სეზონი ნამდვილად და ესეთ ხარისხს მე არ ველოდებოდი, იმიტომ რომ არ არის ადვილი პროექტში მოიწვიო ესე ჩქარა, იპოვო მომღერლები, რომლებიც გაამართლებენ. ნუ რასაკვირველია არის საშუალო ხარისხი შესრულების არის მაღალი და არის დაბალი და სწორედ ეს არის მთელი ამბავი, რომ გადაარჩევ და ეს გადარჩევის მომენტს რაც შეეხება, ეს აუცილებლად მინდა რომ განვმარტო. ასაკთან ერთად გეცლება ადამიანს ხო რაღაცა შეხედულებები და როდესაც აფასებ მე სიფრთხილეს იჩენ. პატარა ისტორია მინდა თუ შესაძლებლობა გვაქვს მოვყვე. რამოდენიმე წლის წინ არ დავასახელებ მომღერალს, თვითონ მოყვა უბრალოდ და მეც მაქვს უფლება რომ თქვა მოყვე ამის შესახებ. მოვიდა ჩემთან სახში შეფასება ჯერ ერთი სულ სხვა, ერთ-ერთზე როცა ხარ და როცა მილიონობით ტელემაყურებელი გიყურებს, აქ სხვა ღელვა არასაკვირველია. სხვანაირად უნდა შეაფასონ ჩემი აზრით, იმიტომ რომ უნდა გაუფრთხილდე იმ ადამიანს, იმის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ისინი ღელავენ, ეს ვიდეოები მე იდება ეთერში და მთელ ცხოვრებაზე შეიძლება მოახდინოს გავლენა და აი ამ შემთხვევაზე მინდა გითხრათ, ამ გოგონას ვუთხარი, რომ არ გიდა მომღერლობა, სხვა პროფესიას მიაწექი მეთქი, არ არის ეს შენი საქმე და
ეს იყო ძალიან საკრალურად, საშინლად ცუდი ნათქვამი ჩემი მხრიდან. იმიტომ რომ ცუდად იმოქმედა მის ცხოვრებაზე, დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავარდა და გააჩერა რამოდენიმე წელი თავის კარიერა. რამოდენიმე წლის მერე გავიგე მე ამის შესახებ, მე დავურეკე მას და ამას აღარ მოვყვები, მე რა გაგრძელება ქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის შედგა დიდი სასიყვარულო ესეთი თანამშრომლობა და მე მას სიმღერა დავუწერე და ძალიან გულშემატკივრობ ეხლა. ესე იგი, ამით იმის თქვა მინდა, რომ ჩვენ როდესაც ვეფერებით მომღერლებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გადავირიეთ და გავგიჟდით ისე მოგვეწონა. უბრალოდ უნდა დავიცვათ რაღაცა ეთიკის ფორმები, ჩემი აზრით ეს. და სტიმულიც არის ალბათ. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის, რომ ჩამოუთვალო ზუსტად. ეხლა რა ხარვეზები ქონდა და უხერხო მდგომარეობა. რა საინტერესო რამეს ამბობ ჯიურის გადმოსახედიდან. ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი აი შეფასების მომენტში დამწყები მსახიობი, როდესაც მსახიობი პრინციპში, როდესაც დგას სცენაზე რო დგას, თითოეულ სიტყვას შეიძლება კომპეტენტური ადამიანისგან არასწორად ნათქვამი ან ცოტა უკმეხად ნათქვამა გადაუწყვიტოს მთელი ცხოვრება. კი, ნამდვილად. კი, თუმცა ეს შოუებს ახასიათებს ეს მკვახე ფრაზები ზოგადად რაღაცა არსებობს, აი ზომიერება. ითხოვს ხოლმე მაყურებელი, მაგრამ აი ზღვარი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს. ვიღაცისთვის შეიძლება გარდამტეხიც აღმოჩნდეს იმ ნაწილში, რომ პირიქით უფრო გააძლიეროს, უფრო მეტი мотиваცია მისცეს და ასე შემდეგ. რუსა, მე მინდა კითხოთ რეზის შესახებ, გუშინდელ ლაივს რომ დაუბრუნდეთ, რომელსაც სხვა შორის საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა გუშინდელ ეთერს, მინდა კითხოთ, აი რატომ გამოიყენეთ ოქროს ღილაკი? გული მისკდებოდა, მე მეგონა ვერ გამოვიყენებდი ოქროს ღილაკს და უცებ გამოვიდა რეზი, რომელიც ვიცანი ეს რომელი წელი 2013 წელს Voice-ის მუსიკალური პროდიუსერი როცა ვიყავი, რეზი მაშინ იყო 13 წლის და გაიმარჯვა ამ პროექტში. გაიმარჯვა ეს გამორჩეული ბიჭი. მოიცადე ვერ რომელ პროექტში? Voice-ი, სხვა პროექტი. კი ბატონო. არაჩვეულებრივად მღეროდა, იშვიათად მომისმენია ესეთი მაგარი ბავშვი. გამიხარდა რომ დავინახე და მე დღესაც მომწონს რეზი, ჩემი შენიშვნები მაქვს და ყველაფერს ითვალისწინებ. რეზი, თუ გაქვს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული, ერთია რომ ასე პირდაპირ ყველა ტურის გავლით მოხვდე ძირითად 8 წელში ნახევარფინალისტებში, ხო ესე? კი ბატონო, დუეტების ტურში ამ შემთხვევაში და მეორეა, როდესაც ასე ვიღაცა გამოგარჩევს განსაკუთრებულად და გარკვეულწილად პასუხისმგებლობას აკიდებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორც აღნიშნეთ, მით უმეტეს ქალბატონი რუსას ოქროს ღილაკი, ეს არის ჩემთვის უდიდესი რაღაცა, ძალიან მადლიერი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და ქართველი ხალხისაც ვარ მადლიერი, იმიტომ რომ ნამდვილად უმრავლესობა 90% დადებითი კომენტარები იწერება და მე მას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და უღრმესი მადლობა მინდა გადავხადო ჩვენს ხალხს და ქალბატონ რუსას რა თქმა უნდა. გამიცი რეზი. ყურადღება არ მიაქციო. ჩემი რჩევა იქნება ეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი კომენტარები იწერება, იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაცა ერთი ნეგატიური აზრი. პროფესიული შეფასებები კი გყავთ პროექტში და მოკლედ ერთი მე ვერ მოვიგე რუსას გული რომ რა სიმღერა მასწავლოს კარგად და რა ვიცი, რა გავაკეთო აღარ ვიცი. საჯარო პირობისთვის იბრძვი ახლა. საჯარო პირობას ითხოვს ლევანი რომ ასწავლის სიმღერას. დიახ, პასუხი არა. აი საჯარო პასუხი არა. საჯარო უარი. საჯარო უარი იყო. საჯარო უარი მიიღე ლევან. მაშინ რეზიზე რა გავლენა იქონიეთ ალბათო და რუსა. რეზი, ჩვენ რა თქმა უნდა სიმღერის გარეშე ვერ გაგიშვებთ და რას შეგვისრულებ ეს რომ გითხრათ პაწაწინა სამოხეს. პაწაწინა სამოხეს. ჩვენ პაწაწინა სტუდიაში. ფეხბურთზე გადავში? კარგად თამაშობთ და არ გასაუბრებთ როგორც გთხოვეთ. რეზი დიდებაში